პროევროპული აქციების მონაწილეს პარტია ახალის წევრ საბას ხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა. ნაცვლად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა, ახლა ბრალდება მას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება. ამ დრომდე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს თბილისში სასტუმრო მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიტარიძე თავს დაესხა პოლიციელს მირიან ქავთარაძეს და მას თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი. ხვიტარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ სასტუმრო მარიოტიდან გამოსულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გარეთ შავებში ჩაცმული აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. 24 ივლისს გამართულ სხდომაზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ხვიტარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით გადაუკვალიფიცირა და აღიარა, რომ ბრალდებულს ქავთარაძის იდენტიფიცირება არ შეეძლო. ახალი მუხლით დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 6 თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხვიტარიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა და მხარე მაშინ იქნება კმაყოფილი, როცა საბას ხვიტარიძეს საქმეში სრულად გაამართლებენ. ბრალდების მხარე მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული მუხლი იმის ნაცვლად, რომ საბას ხვიტარიძეს 11 წელი ჰქონოდა განსაზღვრული სასჯელად, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6 თვიდან 3 წლამდე ჯარიმას, შინაპატიმრობას და გამასწორებელ სამუშაოს სასჯელის სახით. კიდევ ერთხელ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია იყო მუხლის ცვლილება მხოლოდ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბას ხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო. მიუხედავად მუხლის ცვლილებისა, პროკურატურა საბას ხვიტარიძეს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ მიიჩნევს. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საქმეში ხვიტარიძის დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. მისი თქმით, სწორედ საბას ხვიტარიძეა ის პიროვნება, ვინც მირიან ქავთარაძეს დაარტყა. სხდომაზე ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვა და გირაოს სანაცვლოდ ხვიტარიძის გათავისუფლებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ჯვებენ აჭყებიან პატიმრობა ძალაში დატოვა. ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა ბრალდებულს უთხოვა და არ ცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ჩვენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე ეთქოს სამართლიანი სასჯელის დანიშნვას. ამასთან აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომ ბრალდებული არის ნასამართლევი, ამდენად კანონის მიხედვით, ვინაიდან სახეზე გვაქვს რეციდივი, მას უნდა დაენიშნოს კანონიერად მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთა. თუ თავისუფლების აღკვეთა იქნება, რა თქმა უნდა. საბას ხვიტარიძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს გაიმართება.